მოგესალმებით მეგობრებო პოდკასტის მორიგ ეპიზოდში და ძალიან საინტერესო სტუმრით ვარ დღეს. დღეს აქცენტი მოტოზე არ იქნება, დღეს უშუალოდ მოტოს დროზე იქნება აქცენტი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები აქვს მოსაყოლე ჩვენთვის გიორგი ჯორჯაძე. ეთელი იყო შენი მორბლები ძმაო პოდკასტში. ესე იგი, რატო არის გიორგი დღეს ჩვენი სტუმარი? ამერიკაში ვაპირებდი დეიტონაზე, მინდა ძალიან წასვლა რა, ვაპირებ, მინდა მომავალ წელს ძალიან და ეს ახალი ამბები რომ გამოაცხადეს იმ 15 ქვეყანაში შეგიყვანესო რომ 15,000 თუ არ დადეს, არავინასაც არ გაგისერე შესაძმოასტარი, ხო და აი მოასწრო გიორგი და მინდა ცოტა მოგვიყვეს იქაურ ამბებზე, იმიტომ რომ მოტოთი იმოძრავე იქ რაც თავარი არის. ამერიკული კულტურა გვაინტერესებს, პარლისტებს. მოგვიყევი, როდის იყავი, რა ხდებოდა, კონკრეტულად რა ივენტზე იყავი და ასე შემდეგ. მოკლედ, ესე იგი, ჩემი ამერიკულ ბაიკერული ისტორია ესე დაიწყო რა 2021-ში. უბრალოდ ამერიკაში დავდივარ 2015 წლიდან. ახლა ეს ტურისტულად დავდიოდი თავიდან დეიდაშვილის სპორტში ვიყავი, მე ისე ჩავედი ეს რაღაცა და მოკლედ ეს ბაიკერული გემოიქაური შევიდენი 2021-ში გაგანია პანდემიის დროს წავედი ამერიკაში და დაჟე მახსოვს იქ მესაზღვრე მკითხა რატო ჩამოდიხარ. მეთქი ამერიკული ოცნების ასახდენად და გაეცინა და მარტივი იყო შედარებით ამერიკაში სხვა და პირველი მოტოციკლეტი იყო კავასაკი ვულკანი, ძმაკაცმა მომცა რომ ჩავედი. დაგახვედრა. ხო რა, ეგ ბიჭებმა მაგარი მანქანა მომცეს, ბაიკი, სამსახური, ყველაფერი ვქოთ რომ ჩავედი რა უცბად. სამსახურიც დახრა? კი. რა კაია. მომზადებულად წავედი რა. და ეს იყო მარტი. მარტი იყო 2021 წელს. უკვე მაგბაიკით, მაგ ვულკანით მომიწია ჩემი პირველი ესე იგი ერთ-ერთი ამერიკული ოცნების სახდენა იყო სტურგისის მოტოფესტივალზე წასვლა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი ფესტივალი, რომელიც 12-13 დღე გრძელდება ხოლმე. აგვისტოს დასაწყისში არის ხოლმე რა, 3-დან 15-მდე ან რაღაცა, ეგეთი თარიღი აქვს ხოლმე რა. საოცარი ღონისძიება არის, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო თავიდან რომ ინდიანის მფლობელებმა დაიწყეს მან motorcycle rally-ს ჩატარება რა, მაგრამ ეს ხევოთ მარტო ჰარვესტები გრიმიტული რა. და იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება. 2022-ში ვიყავი ჩასული უკვე ჰარლით. ეს ამბაიქს რაც ჩასული ანუ იქ ცხოვრობდი თუ აქ ჩამოხვედი ამერიკაში? არა, იქ ცხოვრობდი 3 წელი ვიყავი ამერიკაში რა, ბოლო წასვლამდე. ცხოვრობდი დენვერში, კოლორადოში. რომელიც არის თუ მაგარი ლოკაცია, ნუ middle ground-ს ეძახიან რა, შუა ცენტრალური ნაწილი არის ამერიკის და მარტივი არის, მე 60 რა ყველა. და ჩემი სახლიდან დენვერიდან აი საუს დაკოტამდე სტურგისში სადაც ტარდება ეს ფესტივალი, იყო 430 მაილი თუ რა, 700 კილო. მივით რომ გავდივართ მე და ელიოზა, ჩემი ძმაკაცი. არაფერი ისე. ბაიკერი ძმაკაცი, აი ეს ვულკანი მის დამახვდა და დილით გავიდოთ საღამოს იქ ვიყავით რა. აგვისტოში უკვე 2021-ის აგვისტოში ვიყიდე ეს ბაიკი. აი ხანი ვეძებდი, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ასე ვთქვათ ფეთბოლი რა. აი ტერმინატორში რო ვნახე ბავშვობაში, მაშინ არ ვიცოდი რა იყო ჰარლი, რა იყო ფეთბოლი. მაგრამ ის მოტო მინდოდა და ნუ მე რო გავიზარდე გავერკვიე, მაინც დარჩა და ეს ჩემი სიმპათია ამ მოდელის მიმართ და ვიყიდე ეს ფეთბოლი ელოუ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდი ამერიკაში. რომელი წლიანია? 2010-იანი. ხო. ჩემი მოტოსტოლი ყოფილი. ხო. და თქონდა 11,000 მაილი გარბენ. ეხლა კი ავედი 40-ზე უკვე. ძალიან ბევრი ვიარე ამითი ამერიკაშიც. ხო და ნუ იქ თავისუფალ დროს მაინც ვიჯექი ბაიკზე, ხანი ხმედა ეს ელიოზა ხანსად მივდიოდი. რა საქმიანობდი? ამერიკაში თავიდან ახალჩასული რო ვიყავი, მუშაობდი მანქანების გადაყვანაზე. აი სამანქანიანი მისაბნელი ვყავდა, პიკაპ ტრაკი. და აი აყარას მაგითი მოხვდი ჩემს ერთ-ერთ საოცნებო ადგილას, რომელიც აი 66-ე გზაა რა. ისე დაემთხვა, რომ ეს რაღაცა მანქანები გადასაყვანი იყო ილინოისის შტატიდან კალიფორნიამდე. გზა უნდა გაგიარა თავი და ბოლომდე? ხო, ილინოისის შტატიდან მიდიოდა კალიფორნიამდე. და როგორ არის, ანუ ილინოისიდან ქვევი სამხრეთში ჩამოდიხარ, უკვე მე-40 ინტერსტეიტს დაადგები ამ ტრასას და ეს კაკრას ჯოლიეტი არის ძალიან ლამაზი ქალაქი ილინოისშივე, ჩიკაგოსთან 66-ს და რამოდენიმე ქალაქი ვნახე სანამ დავიზურებოდი.
და მე უკვე ამ მე-40 ინტერსტეიტსო დავადექი ოკლაჰომაში, მივყვები სულ 66-ს. ეხლა მხოლოდ მანქანით თქვა მარტივი არ იყო გადახვევების გაკეთება და პატარა ქალაქებში შესვლა რა, მაგრამ მაინც ვახერხებდი რაღაცებს რა. და აი გაათვალიერე მაინც. მივხვდი რომ სწორი ოცნება მქონდა და აუცილებლად უნდა მოხვედრილიყავი ბაიკით რა მაგ გზაზე. და უკვე 2022-ის მაისში დავიგეგმე რომ წავსულიყავი რა უკვე 66-ს. მაგრამ უკვე იმდენჯერ ვიყავი მანქანით ერთ სამჯერ მოვხვდი მანამდე ამ 66-ზე და მივხვდი რომ აი ეს თავისუფალი დროისა და ფინანსური რესურსი მერჩი უნდა გადამენაწილებილა ცოტა უფრო საინტერესო რაიდისთვის. და შემდეგნაირად ვიქეც რომ ამ ბაიკით ჩავედი სამხრეთით ნიუ-მექსიკოში, ალბუკერკეში. დაჟე უფრო აღმოსავლეთ წამოვედი, რაც თუკუმქარი ქვია, ძალიან საინტერესო ქალაქი ამ 66-ს. იქიდან გავუყევი კალიფორნიისკენ რა. და ზადაგ ჩერდებოდი ძირითადად. ხო, თავიდან მომდე რა გივლია, მაგრამ მაინც ხო, პირველ ჯერს ხვევი რა, მე გავიარე თავი. პირველ ჯერს. მეორედ უკვე street glide-ით გავიარე თავიდან ბოლომდე, რომ აი ეს iconic თემა მქონოდა, რომ აი გავიარე რა, ხო. აჩი არა გაქვს მაგისი რა მე. გაუ მილიონი რაღაცები სუვენირები ესენი ყველაფერი რა. და მოკლედ აი ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი რაიდი, აი დაჟე 66-ზე ბევრად საინტერესო რაიდი გამომივიდა იმ კუთხით, რომ უფრო საინტერესო რაღაცები. და ნიუ-მექსიკოდან კალიფორნიამდე რო ჩავედი, იქიდან ავუყევი კალიფორნიის სანაპიროს. მოიცა სანამ გავაგზავნე, თვითონ აი მაგ გზაზე რა მაინტერესებს ახლა. ჩემი თავიდან გამომდინარე, მე ფიქრობდი ორ ვარიანტზე, ან ეგ მინდოდა გამევლო, ან დეიტონა ბაიკ ვიკენდზე და ჯერ რა თქმა უნდა წასვლის თემაც არ არის, მაგრამ თუ წავედი დეიტონაზე წავალ, უეჭველ. ეგ რაღაცა უფრო ავარჩი. რა მაინტერესებს, იცი აი აქ რო დადიხარ. გზად რა ბაიკერისთვის რა ინფრასტრუქტურა არის, იპოჩი რომ საკარვე ადგილები, ბარები, სასტუმროები, რა როგორ ეს გზა, ეს 66-ზე გზა არის. იცი როგორ არის, ანუ მეორე ხარისხოვანი გზა გახდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე-40 ინტერსტეიტი რო გაიყვან შტატსა შორისი ტრასა. ეს 66-ზე კვეთავს რა და ზემოთ ხან ხიდები გადადის ზემოთ და გარშემო არის პატარ-პატარა ქალაქები, რომლებიც არის მუზეუმებად რა. და არის სასტუმროები, აი ბაიკი რო შეკავს ნომერში და რაღაცა რა საწოლის გვერდზე რო გიყენია და რაც აი ფიშკები რო არის სტაფილოსფერად აი მაგის რაც ინდიელების კარვის ფორმის ისენია ნომრები და შიგნით შეკავს ბაიკი და რაღაც აი ზეითად ეგეთ ადგილებში რჩებოდი ხოლმე ან აი ბაიკით რომ მოგზაურო ბევრ სტატში ვიყავი ზეითად რჩებოდი კემპგრაუნდებზე სადაც აი სახლი მანქანები რო შედიოდი რა ну ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ხო? კარვითაც რჩებოდი და ხო არ წაღებული ქონი. ანუ ყოველ მეორე დღეს მაინც სასტუმროში რჩებოდი რა. ხო და აი ის გავაგზავნოთ წერა სადაც ხო შეგაწყვეტი. და მე მოკეთ სანტა-მონიკაში რო ჩავედი, უკვე ამ 66-ის ბოლო წერტილი საათს არის კალიფორნიაში, იქიდან ავუყევი კალიფორნიას, მოსე წუწური გზელი შტატია. და 630 მაილი არის ბოლომდე რა და ოკეანის პირას მიუყვება Pacific Highway ქვია რა. Pacific Ocean-ის თმარი ოკეანის პირას. ეს ძრული გზა არის, აი ულამაზეს ხედებია რა, ეგ ორი ღამე სანაპიროზე მეძინა ყავრი ცეცხლი თვალსა და ან იქიდან ავედი ორეგონში, მერე ვაშინგტონში, მერე აიდაჰო, მონტანა და მთელ შუალ ამერიკას დავარტყიწრე და ვაიომინგიდან დავბრუნდი კოლორადოში და ეხლა რა გითხრა რომ საქართველოში თუ გაქვს მაგდენი ამოგზაურები, ვიცი რომ გაქვს. რაღაცაც ვეღარ გეტყვი. ხო. და ჯამში სამკვირადად ცოტა მეტი ვიყავი, მაგრამ იქში და გავიარე 8000 მაილი რა. 8000 მაილზე მეტი გზაში ზეთი შევცვალე რა თქმა უნდა, ზეთი შეცვლას მოვიწია. ანუ თელი დღე დადიოდი, ანუ და საღამოს ისვენებდი. იცი როგორ იყო, გააჩნია რა თუ რამე საინტერესო ადგილას მოხვდებოდი, ჩერდებოდა ოშშებოდა ერთი დღე არ წავსულიყავ. ბევრია ძალიან ბევრია. ხო. აქედან მე გერმანიამდე ვარ დათვლილი 4000 პლუს რაღაცა არის და აგარი დაუღრელი გზა არის. ხო, ვაი, და 8000 მილია თან რა, ნუ 12-13 კილომეტრი. იყო ეს ძალიან ისეთი ისტორია შემემხო მაგაზე, კალიფორნია დეზერტი ქვია რა, უდაბნოში, მოკლედ დამეშვა უკანა საბურავი რა, ამ ბაი. მარტო ხარ? მარტო ვარ, ხო და რაღაცა, ნუ ნელ-ნელა ვაგორე, უყურე და დავინახე რა შედგა. და ეს repair kit-ი რაც არის საბურავის შესაკეთებელი, და თავის ტოქსროედა. და მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ხელა რა, სახეზე ესე ოქრო, ასფალტი ცხელი ზემოდან ზემმაცხუნებს რა. და შემძრვალი ვარ, ბაიკის უკან წევა რაღაცას ჩალიჩობთ, აი ცუდად ვარ რა, საშინელი სიცხე. და ამიტომ უცად გვხსახე რაც ჩრდილი გამეჩნდა. და
ვიღაცა ორი გოგო და ერთი ტიპი გაიჩნდნენ რა მანქანით მიდიოდნენ და მე რაღაც ვსვამ ამ გოგომ რაღაცა თავისი პერანგი თუ ასე ხუდით ესე მიჩრდილავდა სახეზე რომ ზე არ მომდრო რო ხედავდა რა დღეში და რითი დაგეხმაროთო და მეთქი ნუ აუ წარმოვიდგინე როგორ გამოიყურები ვიღაცა რო გააჩერა რომ შეეცოდა ეს რაც უნდათ არის და მაიკით რო გიჩნდება აუ საშინელება ეხლა საკ ჩანთაშენოს პატარა კომპაქტური ეს მაქვს რა ნასოსი და დაბერვა დავიწყე რაღაცა და ამათვა თუ რაღაცა არისო დაგვირეკეო და მე კი გაეცინა თუ იქ ტელეფონი არ იჭერდა ნახევარ ამერიკაში ტელეფონი არ იჭერს სადაც დაუსახლებელი ტერიტორია რაც ძალიან ბევრი ამერიკაში ტელეფონი არ იჭერს მოკლედ ჩაო გავაგზელე გზა რა და ეს ჯიგარი ტიპები იყვნენ ეგეთები Starlink არ იყო შენ დროს ხო? რა იყო? Starlink. არა ხო. ეხა Starlink-ი თუ რამე ბოლო-ბოლო რაღაცას გააგები. ხო არა, მაშინ არის. შაშან წინ არ დაისტარტა ეგ მაგრამ. ხო. ეხა მოტოკულტურა ეხა იქ როგორი განვითარებულიც არის და რაც ხდება იქ გასაგებია, მაგრამ კლუბური კულტურა მაინტერესებს თუ ქონია გადაკვეთა იქ ვიღაცა კლუბებთან ნაცნობობა თუ გაქვს. კი. ანუ იქ შიგნით რა ხდება, ეგ ამბავი მაინტერესებს. ზოგადად მოტოკულტურა და კლუბური კულტურის აკვანი იქ დაირიწყა რა. ამერიკის სამშობლო ამერიკა არის მასშტაბის სამშობლო და შეხება მქონდა ძალიან ახლო ჰელს ენჯელსთან, მაგათ ტერიტორიაზე ვცხოვრობდი. ნუ გაადრა. მაშინ მე კლუბში ლეტით დავდიოდი და მე ქართული კლუბის შილ. კი. ჩემი Old Rangers-ის შილეთით დავდიოდი და მე თუ მივედი რა ხა მაგათ ტერიტორიაზე ხო MC-ა რა მაგათ ტერიტორია. მაგათ მივედი გავეცანი. MC გეწერა? MC არა, მე RC Riding Club-ი რა ისინი ხო MC არიან, კოლორადო მაგათი შტატი. ოპა. დაიძაბა დუნ. არა, ძალიან აი ჩემ თავიდან მე შესეთხოვთ იზმენით მივედი და აუ სანამ თვითონ გავაჩერებენ ჯობია მე მივიდეო. ხო, მე ელემენტური პატევის სემესტემა ხა ადგილობრივი MC-ის პატევს ვარ. ასე ყველგან ეგრეა ჩვენთანაც იქაც ახაც ყველა MC-ის პატევი რა, ნუ მეგარი. მაღალ საფეხური და ვთქვათ მოტოკულტურაში ყველგან ეგრეა მიღებული რომ MC-ის ახალ MC-ის ახალ კლუბს აკეთებ თუ ახალი ტიპი იჩთები რომელიმე MC-ის ტერიტორიაზე უნდა მიხვიდე რა გაეცნო რა. ხო. მით უმეტეს ხა ჟილეტით რომ მოძრაობ. ხო, ნუ ფრირაიდერს არ მოეთხოვება ვიდაც არა კლუბის თემაში ვარ კლუბის ჟილეტით რომ მოძრაობ. და მე მივედი ესე გავეცანი და ვინ ხარ რა ხარო საიდან ხარო მეთქი ესე საქართველოდან. კი მაი დაიჯე ბოდიში თუ ზურგეო შემოხედაო შეხედეთ და ნახეს უკვე ლოკაცია არ მეწერა და არც ივარ და ანუ საერთოდ free ტიპი ხარ ანუ ის არ გჭირდებაო რა ჩვენთან უმეტეს მაგრამ ჩემი იმითი მეთქი რა პატევისცემა გამოვხატე და ქუჩაში რო დაგენახეთა შეკითხვები არ გაგჩემოდათ მეთქი ვარჯი მაგრად გაუსწორდათ რა და მაგათი საპორტი კლუბი იყო Destroyer-ი ხო მაგათანაც მეგობრობდი და ძალიან ბევრი რაიდერშიც ვიყავით მაგათთან ერთად რაღაცა და ძალიან ესეთი აი თავიდან რო ეს დაძაბული ვიყავი მაგარი ადეკვატური და ისე ტიპები არიან რა. აი იქ ცხოვრებისას შემეცვალა. ყველაზე ვერ იტყვი ხა მაგას რა თქმა უნდა, იქნებიან აი გარეკილებიც. ყველა არის აი რო ბევრი იყო იმენ ესეთი რო უყურებ და სიცივე რო მოდის ხო აგრესია რა ტიპი. აშკარად კვლელი როა. ხო, მაგრამ ნუ ისინი შენ არ გეხებიან, შენ თუ იმას გზაზე არ გადაუდექი წინ იმის ინტერესები არ გადაყვეთე კიდე. ხო და აი აქედან ვაფშე სხვა წარმოდგენით წავედი და მაგათთან კომუნიკაციის დროს და რაღაცა ურთიერთობით აი ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე რა. ძალიან ბევრი ტიპის ეხა კლუბებში. ეგ იმანაც განაპირობა რომ შენ MC არ გეწერა და MC-თ მაგათ ტერიტორიაზე არ გაიცორე შეიძლება სხვანაირად წასულიყო. ვაფშე არა, საერთოდ პრობლემა არ იქნებოდა. მე ვილაპარაკეთ რა მაგაზე ძალიან არაერთხელ რა მაგ თემებზე და იმდენი ტიპის MC არსებობს ამერიკაში, აი ქალების MC-ა კაც. აი ხო, ჩო FMC ცალკე არის female MC და არიან კლუბებსაც ქალებიც ყავს პოლიციის MC-ც ხო არის. პოლიცია MC-ა law enforcement MC არის რა. მაგრამ არიან შერეული კლუბები რა, სადაც თქვა ვიღაცა პოლიციაც ყავს, ველი ბიჭის ისეც ისიც. კიდიათ რა, ამ ძირძველ თქვა ტრადიციულ კლუბებსაც არ ადარდებთ რა ეგ თემა, მაგა თავიანთი საქმე აქვს, თავიანთ ორბიტაზე არის. თავარია თქვა რომელიმე სხვა განგსტერულ ბიზნესმენურში გადაიზარდა ხო? რომელიმე სხვა კლუბი ამათ ინტერესებში არ გადაიკვეთოს, თორე იქ რაღაც სხვა კლუბები არსებობენ, ეგ ვაფშე არ ეხება, არ აინტერესებს. ანუ აი ის თემა რო შენ MC რატო ხარ, როცა მე ვარ აქ MC და შენ ხალი რატო ყავს კლუბში. კიდე მაინტერესებს კლაფჰაუსში თუ იყავი რაღაცები კლაფჰაუსში დესტროიერებთან ხშირად დავდიოდი ხოლმე რა ჰელსებთან ერთი ორჯერ ვიყავი ოღონდ ეზოში შევედით შიგით არ შევსვლორთ იმდათ რაიდში რაიდოთ მივდიოდით ჰელსებთან ერთად ხო ეს იყო რა რაღაცა annual რაიდები აქვს ხოლმე ყოველწლიური რა რაღაც თავიანთი კლუბის ის იყო ერთ-ერთი მემბერი
короче, დაიბედა რაღაც ადგილას, მოკლედ ის ადგილი სადაც გარდაიცვალა, მოკლედ ეს ტიპი მემორიალური გარბენი. memorial run-ი იყო და ეგ ადგილი გახდა მთლიანად თქვა კოლორადოს ამ Hells Angels-ის რაღაც memorial run-ის რაღაცა წერტილა რა. იქ მივდიოდი სადაც. აი კლაფაუზები აქვს ძალიან მაგარი რა, აი მაგრად მოწყობილი და სხვა დონეა რა. აი ხო, ნუ გასაგებია. ძალიან ჩვენთან ეხა იწყება ეს კულტურა ეხა იდგამს ფეხსაღე რამოდენიმე წელია რა. ზოგადად ბაიკერული თემაც ეხა იხოდება და კლუბურიც აგენუ რამოდენიმე წელია რაც კლუბები არსებობს რა. კინეთი შენ და ძალიან იმედი მაქვს რომ დიდი იმედი მაქვს რომ სწორი გზით განვითარდება ეს ყველაფერი. მეც და ყველას დიდი იმედი. კანონმდებლების იმედი მაქვს რომ ამაყუჩების გამო არ შეგვიფერხებენ ამ საიდან გამოხდა ანუ რა შეაფერხებს ჩვენი გავქირვებია ქვეყნის საქმე გვაქვს ლაგდებით რაღაცა წნარდებით შვიდდებით ურთიერთობებს ვალაგებთ რაღაცა აი ამბავი გვიდა რომ მოხდეს და მაყუჩიო რა დროს მაყუჩია ჯერ სად უნახიათ ჩვენი რომელი ანუ ხო წინა ვიდეოშიც ახლა არ მოხდა ცოტა კაი გამოხმაურება მაგრამ ვიძახთი ჩვენთან კრუიზერებში ჯერ ბავშვები სად გინახიათ მე ღამე რო დაგაზაობდნენ და ბინებში დაგაზაობდნენ და რაღაცა სად გინახიათ ან როგორ შეიძლება ეს ერთ ქვაბში მოხდეს ზოგადად კრუიზერები აი ეგ არის ერთ ქვაბში მოვიხარშეთ და ეგ არის ყველაზე ცუდი იმიტომ რომ კრუიზერებზე უმრავლესობა მიჩხედავთ არის უფრო ვართ დაღვინებული ხალხი ასე ვთქვათ რომელსაც არ გვიკვირს რა ეს გასა გამოვიარე ყველამ დიდაც იმასლა ამეთ ბევრი წელი სპორტით ასავდიოდი და 2002-ში ვიყიდე შენი მანქანის ბუილებიც ვიცი ხო 2002-ში ვიყიდე პირველი ბაიკი რა და ნუ იმის მერე აი ხო კი ესეც ქონია რაღაც ვიზრდებით რა ყველასე თუ ისე და მე ვიღაცა პატარა მაიმუნების გამო რომ ჩვენს ვიტისკებით უკვე ასე ვთქვათ ერთ ქვაბში ვიხარშებით ხო რაღაცა პროსტა მე ვერ ვფიქრობ რა შეიძლება აი ბაიკი რა თავისუფლებაა ჩემთვისა რომ კაი რო გავდივარ ხალხად აი ეხა აი ეს კრიმინალები თუ პატულს ვხედავ ვახ ბიჭო არ გამომყვეს და იზმენდა დიხარ რა მაგრამ იცი რა არის ბაიკერებს ზოგადად გვახასიათებს უჩვეულოდ კარგად შეგვიძლია ერთობა რა თუნდაც სპორტის წოლი იყოს თუნდაც აი რაღაც შენიანია რა ორი მორბლიდადი შენიანი ეხა ისეთი ამოცანის წინ გვაყერებენ რომ უნდა გავემიჯნოთ ამათ და თუ ერთად ვიყოთ მე ჩვენ ყველას გვინდა რომ ერთად ვიყოთ მაგრამ ამართა ყოფნით უარესი ხდება გავემიჯნოთ არ გამოგდის არ შეგვიძლია რაღაცა დებილობაში ვართ რა ეხა შეჩეგე ხო ეს ამბავი რა ეს 15-დან 15000-მდე მე არ შემეხო იმიტომ რომ მე გაქვს ისედაც საიმიგრაციო кейსი მაქვს დაწყებული რომელიც მე თვითონ შევაჩერე იმიტომ რომ წავიდე მაშინ იქ უნდა ვიცხოვრო კიდე ვეღარ ჩამოხვალ დიდი ხანი ხო იმიტომ რომ აქაც იმიტომ წამოვედი რომ ბავშვები მეგობრები რაღაცა და აი საცხოვრებლად მაინც ვერ რა იქ იმიტომ რომ კი 2-3 ძმაკაცი მყავს მაგრამ ხა შვილები აქვს ძირითადი საძმაკაცო არ შენი ცხოვრების სტილიც რო ვიცი ხა ანუ მეგობრებო რო იცოდე დღე ერთი დღე არ მახსოვს რომ შევეხმიანო ჩვენ მეგობრობთ ისედაც ანუ მარტო აქ არ შევიკრიბეთ დღე არ მახსოვს რომ შევეხმიანო რომ ან ლუდის ან ხინკლის ან მწვადის ან რაღაცის ამბავს არ მეუბნებოდეს რომ აი ხა ვაპირებთ და წამხო არ წამო სულ და იქ ხა სულ აღარ გამოვა ხო და აი ხო ხდება ესეთი მომენტი არიან ესეთი ინტროვერტი ტიპები ვინც არიან ვისაც თქვა შეუძლიათ მეგობრების გარეშე და რაღაცა სოციალური აქტივობის გარეშე არსებობა რაღაცა ძალიან მაგარი ან აი ვთქვათ პრიორიტეტი ვისაც მატერიალური კეთილდღეობა აქვს და ფულის შოვნა ვისაც უნდა ეგეთი ტიპები ამერიკაში თავჩახრილი რომ მუშაობს მესმის ხო ნუ მაგას სხვანაირი თავგანწირულობა და სხვა ბექგრაუნდიც ალბათ ისეთი ცხოვრება უნდა ქონდეს მანამდე რომ ხო მაგალითად და რაღაცა იწავედი აი იმ მიზნით რომ მინდოდა ეს რაღაცა ამერიკული კულტურის წევრი გავხდარიყავი რაღაცა ნაცები ამეხდინა ხო აი ბაიკით მეულო რაღაცა და აი არც ერთ წუთი არ უნანობ რა მაგ მომენტებში ხო და რაც შეეხება ამ ოცნების სახთერას დეიტონაზე რის თქვა გინდოდა ეგ არის რაღაც ჩემი ოცნება რა დეიტონაზე მინდა რომ მოვხვდე ძალიან მინდოდა და მინდა გითხრა რომ იყო დიდი იმედგაცრუება რა იყავი კი ორჯერ ვიყავი შემოდგომის და გაზაფხულის დეიტონებზე ვიყავი რა ორი არის ხო და აი სტურგისის არიზონა ბაიკ ვიკენდის და ლაკონიას მერე დამიჯერე ჩემთვის პირადად აი იმედგაცრუების თემა გაიჩინა ანუ პროსტა გაპიარებული არის უფრო ალბათ ისი რა გააჩნია ის მუღამზე ხარ რა შენ თუ აი ეროტიპების ნახვა გინდა დეიტონა გევას მაგრამ პლუს ის აქ რო ოკეანის პირას ხარ და აი
ვიღაცა დაძაგრული ნაშობა მოძრაობს და იქ ჩახვალ ოკეანეში გახონხვალდები და ათი кайფებ რა. მე ხა გადასაღებათაც უყურებ მაგ საკითხს, გაიგე რომ ნუ ჩემი ამერიკული ოცნება ასე ვთქვათ ავიხსნირო და პლუს მაგარი მასალა ჩამოვიტანო არხისთვის. კი кайფებ, მაგის ორდე არ მომხდ სუდია, მაგრამ აი იმ რაღაცების მე რაღაც ნახი მქონდა. იცი, მაგრამ მე უყურებდი უფრო აი ბაიკერული მუღამთ აი ხო, ახლა ჰელსერთან და იმათთან ერთად თუ მოძრაობდი, მე უკვე სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს. ხო, აი უფრო აუთენტური მუღამი თუ გაქვს და აი რაღაცა ფესტივალის აი იდეას რო უყურებს, საიდან მოდის. დეიტონა პროსტა გასართობი თემა, იმენა ესე ტუსოვკა არის, პაპსავიკი და ერთად. შორიდანაც ეთყობა, რომ აი ისე საბეჭდილებას ტოვებს, რომ ზოგიერთი ალბათ წელიწადში ერთხელ გამოყავს ბაიკი და ისიც მაგ დღისთვის და მე მიდის ისე ვაყენებს. რაღაცა ისე საბეჭდილებას ტოვებს. ბევრი ეგეთი ბაიკი არის. ხო, ნუ აი ჩვენთანაც იჩნდებიან ეგეთები რა, რომ აი იმითი ჩაიყვანენ, რა ქვია, პრინციპით მისაბმელით ბაიკს და იქ მოკითხო ერთი ორ ჩემ მეგობარს ბაქუმში როგორ ჩახვედით ძმებო. ო, ჰელმეტარიუმის ცნობილი ვრაპები. სტუმრად თუ ჩამოსულა რაღაც აი ვინც იმ კულტურის ნაწილი არის. ჟილეტს გულის ხო? არა, ჟილეტიანი არა, მაგრამ ნუ დენვერში ჰარლ დევიდსონის ცენტრის დილერშიპის თანამშრომელი აპირებს ჩამოსვლას მეუღლესთან ერთად. და რაღაცა ბაიკზე მეკითხებოდა, რომ ჰარლის ქირაობა უნდა და რაღაცა და გამიხვიო. მე უნდა შემახვედრო ის არის ხო? შეგახვედრებთ. არ არის პრობლემა, დერეკი კაი ბიჭი არის. ეგ აწყობდა ხოლმე თვეში ერთხელ ჰარლის დილერშიპის კასტომერები, ვიყავით მომხმარებლები. ყველას მესიჯები მოგვდიოდა, რომ ესა და ეს რაიდი იგეგმებოდა, სად მივდიოდით, როგორ მივდიოდით და იქაური ბილი. იქაური ბილი, კი. ბატონო. ხო, და იქ მოგვდიოდა მესიჯები, სად იყო რაიდი, როგორ იყო, სად მივდიოდით და ასე შემდეგ. მე რო გაიგო საიდან ვიყავი, მაგრა დაინტერესდა რა, ანუ ინსტაგრამზე ვაყოლე მიმოწერა პერიოდულად და კაკრას ახლა 1-2 თვის წინ მომწერა, რომ მინდა ჩამოსვლა საქართველოში. მეთქი მოდი. ხო, ძალიან მაგარი არის. ამ ბაიკის ჩამოყვანაზე მითხარი, როგორ მოახერხე რა ასე შემდეგ, ანუ მარტივად შეძელი თუ გაგიჭირდა? კი, არა, ძალიან მარტივად რა. აი კაკრას წამოსვა რო დავაპირე იმ პერიოდში ორი ბაიკი მყავდა Street Glide და ეს Street Glide ხა იდეაში ხო ძვირიანიც იყო, წლოვანებთ ახალი 2017-იანი იყო, მაგარი ბაიკი იყო. მაგრამ ეს იმდენად მევასება და წეღა რომ მოვყევი რომ აი ბავშვობიდან მუღამი რომ მქონდა ის გავყიდე. ეს წამოვიყვანე რა. იმაში ჩემი ხელით მივიყვანე, ჩემი ხოდით მივედი იმაში. ნიუ ჯერსიში პორტში. ჩავაბარე, დაუდოვე და მე ორ კვირაში გადმოვფრინდი რა. ორ კვირაში გადმოვფრინდი და ის სანდიხად ჩამოვიდა. ეს გაიწელა ცოტა 7 მარტს მივიყვანე და 15 ივნისს გამოვიყვანე. ო. სამი თვე. ჰა? სამი თვე. და მახსოვს 15 ივნისს 14-ში ჩავედი ფოჩში და 15-ში წამოვედი. ესე იგი 14-ში მაგარია. არაფერი არ ჭირდა და ჯექი წამოხვედი. ხო, არაფერი იყო დავქოხე წამოვედი რა. დაჟე აყოლოდა არაფერი ეგრევე და ამერიკული ბენზინით ჩამოვედი ხაშურამდე. ბიჭო, აი ეგოცება მაქვს, რა აი იქ რო წავალ. იქ ეხა ქირაობას და მაიმუნობას მინდა რომ იმდენი შემეძლოს რომ ვიყიდო ბაიკი, მოვიარო. წამოვიყვანე. ჩავტვირთო და მე წამოვიდე რა. ხო, აი ამერიკული ბენზინით ჩამოვედი ხაშურამდე რა. ხაჭურჩასი კარტული. კარტული რა საიდანაც არის. სუწვიმდა. გვირაბებში არ წუნდა მარტო ძმა. მოდი გავსინჯოთ ეს და მე გადახანში გავაგზავნოთ კიდე. სანამ გაგვიცივდა. მაინტერესებს. ეს არ გამისინჯავს. მე თუ ვინმეს ახსოვს ქათამს ზოგადად ხორცად არ ვთვლი. ქათამი არის ბოსტნეული. ცოცხალი ბოსტნეული. ბოსტანი. მანაირად ჩაკვირო რა თქოს რა. ხოშიანი. ხო, მაგრამ ეს ქათამის დამსახურება არ არის. მე ვინც გააკეთა იმის დამსახურება არის. ქათამი მაინც ბოსტნეული. ქათამი გააკეთილშობილა, ხო? ო, რაღაცა გემოზე მოიყვანა. ხა ცოტა სუბუქად გვინდა რომ ვიყოთ, იმიტომ რომ პატარა რაიცაც ვაპირებთ და მე წვადის შეწვას და რაღაცებს და მაგიტო ბურგერებს და რაღაცებს არ მივაწექით. ხა შენი გადმოსახედიდან რადგან იქ იყავი და ნუ ამ ხალხთან ერთად მოძრაობდი და ასე შემდეგ ჩვენ რა ეტაპზე ვართ აქ და რა გჭირდება შენი ამ ხალხთან Hells Angels ხო? Hells Angels-თან რო იყავი იქ და Destroy გამაუბედურებლებთან და დამამხობლებთან გასაგებია, მაგრამ აი აქ რა გვაკლია შენი აზრით?
როგორ შეიძლება წავიდეთ წინ, ანუ რა დონეზე ვართ და ასე შემდეგ. ხო, ყავს ჩვენ აგერ MC-ები, MC-ს ყავს, RC-ები ყავს და დავით მივდივართ წინელნელა. სავარაუდო ხო, დადროულია. მაგრამ რო ყავს მარტო მაგით ვერსად ვერ მივდივარ. რა ვიცი, ყველამ თავისი საქმე იცის ხალხს. რა ვიცი. იდეაში ცოტა მეტი აქტიურობა ცუდი არ იქნებოდა რა, იმიტომ რომ თუნდაც ამერიკაში ძალიან ბევრი ეს ტრადიციული და ყოველწლიური მოტოკულტურები, ფესტივალები და რაღაცა მოტოკულტურული ღონისძიებები დაორგანიზებული არის ძალიან ძველი ამერიკული MC-ების. აჰა. თუნდაც ეს დაკოტაში ეს სტურგისი რაც არის, ჰელს-ანჯელესის ტერიტორია და მაგათი იმითი კეთდება ეს ყველაფერი რა, ხელშეწყობით რაღაცა და ჩვენთანაც ალბათ იქნება მსგავსი რაღაცეები რა, მაინც ახალდაწყებულია ჩვენთან ეს კულტურა, სულ რამოდენიმე მოძნიერებას ელოდებიან, იმედია. ხო, სულ რამოდენიმე წელია რაც მოტოკლუბები ჩამოყალიბდა ჩვენთან და ეს კულტურა ფეხს იდგამს ასე ვთქვათ. გავატაროთ, ვაცადოთ, რომ მივცეთ, რა თქმა უნდა, წარმატებები უსურვოთ და მაგათ გვერდით ვარ ყველა MC იქნება. RC თუ რავი, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ მეტი აი ბილი და Blackbirds-ზე, ასე ვთქვათ, დგას ქართული მოტოკულტურა შეიძლება ითქვას. მაგის იქეთ, ახლა მარტო ერთმა კაცმა და ერთმა გაერთიანებამ რა უნდა ქნას, ხო? მე ბილის ვესაუბრე მაქსიმუმ საკეთებს, შეუძლებელსაც აკეთებს. ბილის ვესაუბრე მე 1-2 კვირის წინ მაგ თემაზე. ეხლა რაღაც ის მაქვს მოლაპარაკებები, მაგ ასე ვთქვათ, პოტენციურად გენერალურ სპონსორთან. რაღაცა მოტოფესტივალის გაკეთება მინდა, რომელსაც მინდა მე მივცე ყოველწლიური სახე. და მინდა ეს ამერიკაში ნანახი და ნასწავლი ჩემი გამოცდილება მოვახმარო საქართველოში ამ მოტოკულტურის განვითარებას რა. რა კაია. ხო და ეხლა ველოდები მოკლედ მას მე ჩემი მეგობარი ვაწყობთ მას პროექტსა პრეზენტაციას, რომელსაც წარუდგინო უკვე ჩემს პოტენციურ გენერალურ სპონსორს. და ანუ ბიუჯეტი სამდღიანი ფესტივალი იქნება, რომელიც თითქმის 200,000 ლარამდე ადის რა. ხო, ძვირი დაждდება ისე. თან ისე რომ გააკეთო რა შეიძლება ნახი აქვს და რაც გამოცდილი გაქვს. ხო, ეგრე გადავწყვიტე რომ თუ ვაკეთებ, მინდა შევნია კარგი გავაკეთო რა. ახაც ადრე 2018 წელს გავაკეთე ბაზალეთზე, ბაიკლენდში მუშაობდი, მაშინ ბაიკლენდზე დიდით ჩავატარეთ. და რაღაცა მოკლედ მინდა რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რაც ამერიკაში ვნახე და რაც ამერიკაში მიყვარდა და რის გამოც წავედი ამერიკაში, მსგავსი ტიპის ღონისძიება შევქნა საქართველოში რა, რომ იყოს ყოველწლიური და რეგიონში და ჩვენ სამეზობლო ქვეყნებში ყველა მიცოდეს, რომ საქართველოში ყოველ წელს ამ და ამ დროს სტარტდება ესა და ეს. კი, შენ გვერდით მიგულა რა თქმა უნდა ნებისმიერ ამბავში რაჩთან რომ დაგჭირდა. გაიხარე ძმაო, გაიხარე. ნახოთ, აი ხა იმ პრეზენტაციას მოვშებით, ალბათ იქით და კვირაში მე და ჩემი მეგობარი და მე უკვე მოლაპარაკების ამბავი იქნება სპონსორებთან. შენ ბაიკზე მოკევი ხა კონკრეტულად ვინ არის, რამდენიანი არის და არ ბიჭო, გავატარო თუ არ გავატარო, მაგასაც უკვე ფიქრობ რა, იმიტომ რომ კი მინდა ძალიან, მაგრამ ისიც მინდა რომ რაიჩიც მალე წავიდეთ. კაი ამინდია. მე რეგზაში თუ რამე გადავიჯდეთ გადმოვიჯდეთ. ბატონო არ არის. ეს არის მოკლედ 2010-იანი Fatboy LO. 96 ინჩიანი. რა ვიცი. მე რა ვქო? სოფეილი. ხო, ისეთი არა რული გაქვს შესწრილი. საჭემო. შო არც არაფერი არ არის და ისე. ჩანთები მაქვს დაყენებული რა. კლასიკურად ვამაზად რა, ხო. ეხლა მე ივანს რომ მივეჩვიე ბოლო დროს აქ რომ ჩემ გადაცემაში რაღაცა გამოძერწილი ბაიკები და რაღაცები რო არის მაგმონში. ხო, არა, რამაზე. ნახე ვინ მოვიდა. გამარჯობა ბილი. გაზაფხული რო შემოდის ქალაქში მერცხლებით არ უნდა გაიგოს ამ ხალხმა რომ გაზაფხული მოვიდა. უნდა გაიგოს დღეს დილიდანვე ვაგრუხუნეთ და ნახოთ. ძრავები. გრუხულზე ბევრი კითხვის ნიშნებია ვაფშე ამ ქვეყანაში. მაგაზეც ვისაუბრეთ. ჩვენი ვეცადოთ და ვცადოთ რა. ნუ შეგეშინდებათ, ქალაქ გარეთ მაინც არ დაგვიჭერენ, რა ვიცი, მაგის დედავატი. შენ ვიცეხა რომ ეს ტაქსი უნდა დავადგენ ერთად. ხა რასათვალე მაქვს, ბიჭო, ნახე. რასათვალე მაქვს, ნახე.
მოკლედ, ჰელმეტარიუმში ჩამოჯდომა და საუბრები კაია, მაგრამ ამინდიც ისეთი კაია, რომ გაკატავება გვინდა. ეხლა და პატარა რაიც გავაკეთებთ და თუ გესიამოვნებათ, დარჩით, უყურეთ კარგ კადრებს, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, კარგი კომენტარავი დაგვიწერეთ და გვეძვაკარსეთ, გვემეგობრეთ. გვედაქალეთ კიდე, რა ვიცი, ხო, გოგოებიც ხო გიყურებთ. აბა დროებით. დროებით. We'll be right back.